ჩვენი ჯგუფის სახელია FitG და სანამ უშუალოდ პრეზენტაციაზე გადავიდოდე, მაინტერესებს აუდიტორიისგან თუ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, ხელი აწიეთ თუ თქვენ ფიქრობთ რომ არაჯანსაღად იკვებებით, ან თუ ფიქრობთ რომ ვაუ, ყველაფერი უხარებელია, ამდენს არ მოველოდი ნამდვილად, თუ ფიქრობთ რომ არ ვარჯიშობთ საკმარისად, ან ფიქრობთ რომ იდეალურ წორასთან არ ხართ ახლოს. ძალიან კარგი. სტატისტიკურადაც ეს მაჩვენებლები დაახლოებით ახლოს არის, იმიტომ რომ საქართველოში მოსახლეობის 1/3 ფიქრობს, რომ უბრალოდ არ არის სასურველი წონა და 1/4 კი ამბობს, რომ 1/4 კი დადასტურებულია, რომ ჭარბწონიანია. ზუსტად ამიტომ ჩვენ გსურთ შევქმნათ ვებსაიტი და შემდგომში მობაილ აპლიკაცია, რომელიც იქნება ჯანსაღი ცხოვრების კლუბი და გააერთიანებს დიეტებს, რეცეპტებს, სტატიებს, კვების პროდუქტებს, ონლაინ დღიურებს, ვარჯიშებს, ფორუმებს, ივენთებს და ასე შემდეგ. სოფლიოში არსებული ანალოგები არსებობს, მაგალითად ამერიკაში სოფლიო მოსახლეობის 10% გამოიყენებს პროგრამას სახელად MyFitnessPal, მაგრამ მათში არ არის დატანილი ქართული საკვები. ასევე მობაილ აპლიკაცია არსებობს ესეთი Lose It app, რომელსაც ყავს 6 მილიონი მომხმარებელი. Ვფიქრობთ, ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ესეთი რაღაც, რომელიც აერთიანებდეს ამ ყველა რეცეპტებს, დიეტებს, სტატიებს და ასე შემდეგ. და ეს იქნება ქართულ მომხმარებელზე მორგებული ბაზა. ეს იქნება ეს სფერო თვითონ აუთვისებელია, განუვითარებელია და ვფიქრობთ, ძალიან წარმატებული იქნება. ხო, ასევე შემოგთავაზებთ პრეზენტაციის ბოლოს დემო ვერსიას, რომელიც ამ ორ დღეში შეიქმნა. შემდეგი. და ახლა ნინი გააგრძელებ. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი სტარტაპის პოპულარიზაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო პოპულარიზაციაში იქნება სოციალური ქსელები, მაგალითად Facebook-ის, Twitter-ის, одноклассникების და Instagram-ის ლაიქ გვერდების მეშვეობით, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს დააშეაროს, გააზიაროს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტი მოიცავს, ასევე შეძლებს, ასე ვთქვათ, challenge ფუნქცია იქნება ამ ყველაფერს. Facebook-ის მეშვეობით თუნდაც შესაძლებელი იქნება მეგობრებს შორის გამოწვევა, ასე ვთქვათ, თუნდაც წონის დაკლებაში და ისინი ამ ყველაფრის დააპდეითებას შეძლებენ და ასე ვთქვათ, რაღაცა თამაშის ელემენტიც იქნება ჩართული ჩვენს საიტში. შემდეგ იქნება ბანერების განთავსება სხვადასხვა ფიტნეს ცენტრებში, აუზებში და თუნდაც ესთეტიკურ ცენტრებში, განათავსებთ ისეთ ადგილას, რომელიც იქნება ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი თვალში მოსახვედრი. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონექტი ჩავთოთ ამ ყველაფერში, რაც გულისხმობს იმას, რომ იმანის ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს ავტომატურად სინქრონიზაციის მეშვეობით დარეგისტრირდეს ჩვენ საიტზე, რაც ჩემი აზრით გაუადვილებს ფუნქციონირებას ამ საიტს. და ასევე ჩვენივე ივენთების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს. ეს იქნება ვთქვათ, დაუშვათ კუსტბაზე ვაწყობთ ამ და ამ დღეს რაღაცა მარათონს, ჯოგინგს, იქნება კონკრეტულად მითითებული თარიღი, დღე, შეხვედრის ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ თვითონვე მივიღებთ მონაწილეობას ამ ივენთებში. შემდეგი ეს არის ჩვენი პოტენციური მომხმარებლები. ეს იგი 2010 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელიც იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული და დადგინდა, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე განიცდის ჭარბწონიანობას, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება ჩვენი პოტენციური მომხმარებელი. შემდეგი არის სპორტდარბაზების მომხმარებლები, რომლებიც დაახლოებით 8,000-დან 10,000-მდე მერყეობს მათი რიცხვი და აგრეთვე მოვიაზრებთ იმას, რომ 30% დაახლოებით ამ მომხმარებლებისა იქნება ჩვენი ყოველდღიური მომხმარებელი.
და არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება გათვლილი, ვინც უკვე ვარჯიშობს ან რაღაცა სპორტით არის დაკავებული, თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, უბრალოდ იმათვის, ვინც სახლშია, სურს ჯანსაღად იკვებოს, პროპაგანდა გაუწიოს ამ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა ფიჯის მეშვეობით მიაღწიოს მათთვის სასურველ თუნდაც წონას და იცხოვროს უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი და შემოუერთდეს ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კლუბს. მე გესაუბრებით მოგებაზე, ალბათ ყველაზე საინტერესო თემაზე. ჩვენი ძირითადი წყარო იქნება, რა თქმა უნდა, რეკლამები, ასევე merchandising-ი. ჩვენ უშუალოდ მიმწოდებელს დავაკავშირებთ მათ პოტენციურ კლიენტებთან. კიდევ გვექნება ონლაინ მაღაზია, სადაც გაიყიდება საკვები, დანამატები და დავაკავშირებთ სუბთან და ჩიპჯისთან, ოღონდ იმ პროდუქტებს, რომელიც კონტექსტურად შეესაბამება ჩვენს საიტს. ასევე ონლაინ რეჟიმში შეიძლება კლიენტს მიიღოს კონსულტაცია დიეტოლოგისგან და პროგრამები გაწერილი ინდივიდუალურად მათთვის ტრენერების მიერ. რაც შეეხება ბიზნეს მოდელს. ესე იგი, რამდენიმე კომპანიასთან დალაპარაკების შემდეგ გავარკვიეთ, რომ საერთოდ საიტის შექმნა დაჯდება სადღაც 7000 ლარი. ანუ თვითონ რიცხვი დამოკიდებულია ჩვენს მომავალ საიტი მენეჯერზე და ვებ დეველოპერებზე, რომელსაც უკვე მოლაპარაკება მოხდინეთ. ესე იგი, მობილური აპლიკაცია, რომელიც ასევე აუცილებელი არის, რადგან ანუ ეგეც დაახლოებით 5000 ლარი. ანუ რა არის ხარ მთავარი, რომ თვითონ იმ სკანერის მეშვეობით, ბარკოდის მეშვეობით შეიძლება მომხმარებელს გაიგოს ყველაფერი ინფორმაცია ბაზარზე, საერთოდ რა საქონელიც არსებობს. ხო, ასევე ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ჩვენი საწყისი კაპიტალი დაახლოებით 12000-13000 ლარი დაჯდება და ახლა მინდა სოფო გაჩვენოთ ჩვენი დემოვერსია. ხო, მთავარ გვერდზე განთავსებული იქნება სიახლეები, თქვათ აი იმ დღეს რა საკვები დაემატა და ასევე ის ივენთების ჩამონათვალი, რომელიმე მომხმარებელმა დაამატა. შემდეგ იქნება ამგვარი success stories before and after. სადაც უშუალოდ მომხმარებელი ატვირთავს ინფორმაციას. შემდგომში ასევე იქნება მთავარ გვერდზე ინტერნეტის ბრალია. всё, თავარზე არის თავარი. ხო, ასევე მთავარ გვერდზე იქნება ონლაინ კალკულატორები, რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მათ მომხმარებელმა გამოიყენოს და ძალიან მცირე ინფორმაცია ჩვენი საიტის შესახებ. გადავიდეთ ახლა კვებაზე. კვებას რაც შეეხება, მან შეიძლება მომხმარებელმა შეიძლება საძიებო სისტემაში ნებისმიერი ქართული უცხოური პროდუქტი ჩაწეროს და ნახოს მისი კალორიულობა მაგალითად 100 გრამზე, 200 გრამზე, მაგრამ თუ მისი დამატება მოუნდა ონლაინ დღიურში, იგი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს. ასევე იქნება, აი თქვენ როგორც ხედავთ, ქვევით Facebook challenge-ი ხო, Facebook challenge-ი და ასევე დაკავშირებული სუპის აქციები და ასევე რეკლამის განთავსებაც შეიძლება. ასევე პოპულარული თაგები, მაგალითად, აი ქართული მჭადი, რაღაც პიცა, პორტოხალის სპაგეტი და ასე შემდეგ. გადავიდეთ ვარჯიშზე. აქ ატვირთული იქნება YouTube ვიდეოები და მათი მნიშვნელობი, თუ რამდენ წუთიანია, რამდენად რთულია მისი გაკეთება, რა ტანის რა ნაწილს ავარჯიშებს, რამდენ კალორიას სწავს და ასევე თქვათ აი საცურაო აუზების ფასდაკლებები, სპორტ დარბაზების და ასევე Facebook challenge-ები. შემდეგ გადავიდეთ დიეტებზე. ხო, დიეტებზე იქნება დიეტოლოგების მიერ, ასევე ცნობილი ადამიანის დიეტები და ასევე დიეტოლოგების მიერ ავტორიზირებული დიეტები. შემდეგ ბლოგში განთავსდება რეცეპტები, სტატიები, რომელსაც მწვრთნელი ან დიეტოლოგი ტვირთავს. გადავიდეთ ფორუმზე. ფორუმში უშუალოდ მომხმარებელს შეუძლია დაფოსტოს ნებისმიერი კითხვა, რაც გააჩნია, ან თუ უბრალოდ გააზიაროს თავისი წარმატების ისტორია. ასევე იქნება ივენთები,
ივენთები იქნება როგორც ჩვენი ორგანიზებული, ასევე თქვათ მომხმარებელს თუ სურს აი მეგობარი უცებ რაღაც პარტნიორი ყავდეს მაგალითად ველოსიპედით რაღაც სირბილში და აი მაგალითად აი ზაგრის მიღება და ასე შემდეგ. გადავიდეთ ონლაინ მაღაზიაზე. ონლაინ მაღაზიაზე განთავსდება საკვები დანამატები, ასევე განთავსდება სლუპის, ფრიშოფის ფაზაკლებები და შეიძლება ასევე ფიტჯის სახელით განითავსოს დაბალკალორიული საკვები. ეხლა რეგისტრაცია როგორ ხდება? დასაწყის ეტაპზე აუცილებელია მომხმარებლის სახელი, იმეილი და პაროლი. იმეილის მეშვეობით ყოველკვირეულად მიუვათ ინფორმაცია, ასევე ვთქვათ 2-3 დღე თუ არ შემოვიდა მომხმარებელი, უბრალოდ რამდენი შეეძლო დაეკლო. ხო, მიუვა იმეილით, რომ აი რამდენი შეეძლო დაეკლო ამ 2-3 დღის განმავლობაში. ასევე შემდგომ ეტაპზე უკვე დეტალური ინფორმაცია მოვიწოდებთ მომხმარებელისგან, მაგალითად ასაკი, კილოგრამი, სიმაღლე, სქესი, წონაში დაკლება უნდა, შენარჩუნება, მომატება უნდა და შემდეგ ზუსტად ამის შემდეგ შეექმნება მომხმარებელს აკაუნთი, მაგალითად აი დღეში რამდენი კალორიის მიღების უფლება აქვს, რამდენი მიიღო და რამდენი დარჩა მისაღებად. შემდეგ შეუძლია მეგობრები დაამატოს Facebook-ის საშუალებით და თქვენ ხედავთ, რომ ისინი ერთმანეთში ცვლიან და აზიარებენ თავის წარმატების ისტორიებს. ასევე საკვები არამარტო კალორიულობის მიხედვით დაემატება, არამედ შაქრის შემცველობის, პროტეინის და ასე შემდეგ, ცხიმის. ასევე ვარჯიშიც ანალოგიურად იქნება, თუ ჩამონათვალში არ იქნება, შეუძლია მომხმარებელს თვითონ დაამატოს და შემდეგში მორჩით. მზად ვართ კითხვას უპასუხოთ. მადლობა კოლეგებო, კითხვები კომენტარი. ამ ფინანსურ ნაწილზე ძირითადად ფუნქციონალური ელაპარაკებთ, ანუ რა რესურსები დაბერეთ, რამდენი ჯერდება, რამდენი ხალხი ჯერდება. კი. 12-13,000. ხო, რეკლამის ხარჯებს რაც შეეხება, შემოპასუხე. ხო, ნუ რეკლამის ხარჯებს რაც შეეხება, ჩვენ დავეკონტაქტეთ რამდენიმე ფიტნეს კლუბს, ასე ვთქვათ, მაგალითად კლუბ 71-ში გვითხრეს, რომ დაახლოებით საშუალო თანხა იყო $300-400 ბანერის განთავსება, თუმცა ჰქონდათ კიდე ისეთი ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად გარედანაც იქნებოდა შესამჩნევი და შიგნიდანაც ამაზე უფრო ძვირი მოგთხოვეს $700. დაახლოებით 3,000 ლარი იქნება ყველა ცნობილ ჩეინ, მაშინ რა ხო, ხარჯებში არ შევიტანეთ, უბრალოდ ვფიქრობდით, რომ აი Smart-X-ი და Liberty Bank-ი ამის განხორციელებაში დაგვემხმარებოდა პირველ ეტაპზე. ანუ ეს იდეა არ არის ახალი, ხო? ყველგან არის მეტნაკლებად FB და საიტები ჯანმრთელობაზე. მე უბრალოდ ვერ დავინახე ვერაფერი განსაკუთრებული საინტერესო რა ის განსხვავდება. იგივე იდეა შემოვიდა რა არის ისე ვთქვათ ქართულ ბაზარზე არის უფრო, ანუ ქართული საკვები იქნება შეტვირთული და ქართულ ბაზაზე იქნება, მაგრამ ქართული საკვები ვთქვათ. ლოკალიზაციას ექვემდებარება. ხო, ანუ მე თვითონ ბუსიც რა 2 წელია და ნუ დაჩავება მას ჯადიდრა. კი, იმიტომ რომ ანუ ჩვენ შევიტანთ აი Goodwill-ში წარმოებულ პროდუქციას, Smart-ში და ნუ ასე შემდეგ. ამის ხარჯიშდება, ამის ხარჯიშდება დათვალისწინებული კონტენტის შექმნაზე. ამას პროფესიონალები ჭირდება ჯანმრთელობის ხო, დიეტოლოგი თქვით, მაგრამ ვინ გადაუხდის ამას ფულს? ეს კონტენტი უნდა შეიქმნას. ხო, იმ რეკლამების დაინტერესებას გავაკეთებთ. კონტენტი მე რეკლამები და ეს ხარჯები თქვენ საერთოდ ანუ იმათ ინტერესშიც იქნებათ, რომ თავის თავს პოპულარიზაცია გაუწიოს. კარგი, მადლობა. მადლობა.